გამარჯობა, ტელეკომპანია Argos ეთერშია გადაცემა. თქვენი პარლამენტის სტუდიაში მუშაობ ანა კანაპლევა. 167 მიღებული კანონის საშემოდგომო და საგაზაფხულო სესიებზე. მერვე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის პირველი წელი დასასრულს უახლოვდება. რატიფიცირებული კონვენციები და ხელშეკრულებები, უამრავი მიღებული დადგენილება და 8 კანონპროექტზე დაძლეული ვეტო. ასეთია ახალი მოწვევის პარლამენტის ისტორია. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გაწეული სამუშაოს შეჯამებისას ხაზგასმით აღნიშნა პარლამენტის როლი საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით. ამას საპარლამენტო დელეგაციების სხვადასხვა ქვეყანაში ვიზიტებიც ემსახურებოდა. დავით უსუფაშვილის თქმით, ყველაზე მეტად სადისკუსიო თემა შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის პროექტი იყო. კანონპროექტი უკვე დამტკიცებულია და ძალაშია შესული. რამდენად შედეგიანი იყო დეპუტატების საქმიანობა, ამ თემაზე უფრო ვრცლად ჩვენი სტუმარი ისაუბრებს, წარმოგიდგენთ ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატს ფრაქცია ქართული ოცნების წევრს ქალბატონ ელისო ჩაფიძეს. ქალბატონ ელისო, მოგესალმებით. მოგესალმებით, ქალბატონო ანა, მივესალმებით თქვენი ტელეკომპანიის მაყურებელს. ჩვენი გადაცემის ფორმატის მიხედვით სტუმარს ექნება 25 წამი შესავალი და შემაჯამებელი სიტყვისთვის, ასევე 25 წამი კითხვებზე პასუხებისთვის. ქალბატონო ელისო, სანამ კითხვებზე გადავალთ, გთხოვთ ზოგადად შეაფასოთ მერვე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის პირველი წელი. ფიქრობ, რომ წელს პარლამენტმა განსაკუთრებით ნაყოფიერად იმუშავა. ფაქტობრივად ჩვენ არ გვისარგებლია შვებულებითა და დასვენებით. მივიღეთ 167 კანონპროექტი, 8 კანონზე დავძლიეთ ვეტო და უმეტესობა კანონპროექტებისა მიმართულია მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, თუმცა მომავალ წელსაც მნიშვნელოვანი ცვლილებებია დაგეგმილი. ახლა კითხვებზე გადავდივართ, თქვენი აზრით რა იყო მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი სამუშაო წლის ყველაზე დიდი მიღწევა? რამდენიმე კანონპროექტს გამოვყოფთი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე გახლავართ განათლების კომიტეტის წევრი, აქედან გამომდინარე პირველ რიგში აღნიშნავ იმას, რომ 17 სპეციალობაზე უკვე საქართველოს ახალგაზრდობას აქვს საშუალება უფასოდ მიიღოს განათლება. ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია ასევე ჯანდაცვის პროგრამის განხორციელება და არ შემიძლია არ აღვნიშნო ამნისტია, რომელმაც ადამიანის უფლებათა კომიტეტის მომზადებული გახლდათ ეს კანონპროექტი. მადლობა, თქვენ რა მოიწურა. ათასობით ადამიანი დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს. დიდი მადლობა, ქალბატონო ელისო. რა იყო ყველაზე დიდი წარუმატებლობა თქვენი აზრით? იცით, ყველაზე რთულად მე მეჩვენება ის, რომ ახალი შემდგარი პარლამენტია და არა გვაქვს ხოლმე ხშირად სათანადო კოორდინაცია. მაგრამ ეს არ გახლავთ რაღაც განსაკუთრებული პრობლემა, იქედან გამომდინარე, რომ მაინც ჩვენ ვართ ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც ეხლახანს მოვიდა დავშვათ ხელისუფლების სათავეში და აქედან გამომდინარე რაღაც გარკვეული პრობლემები არსებობს. და გადაუჭრელ პრობლემათა შორის ჩვენ მე მიმაჩნია საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა. ქალბატონო ელისო, დიდი ბოდიში თქვენი დრო ამოიწურა. თქვენ გექნებათ კიდევ საშუალება, რომ შეაჯამოთ ზოგადად პარლამენტის საქმიანობა და მესამე კითხვა, რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ და მათ შორის რა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვნად? პარლამენტს ბუნებრივია ძალიან ბევრი პრობლემის მოწესრიგება ევალება ამ ქვეყანაში. ჩვენ ახლა მოგეხსენებათ, მუშაობთ იპოთეკური სესხებით დაზარალებული ადამიანების პრობლემების გადაჭრაზე. გარდა ამისა, შემოდგომისთვის გვექნება ძალიან ბევრი საინტერესო საკანონმდებლო ინიციატივა დაწყებული საკონსტიტუციო ცვლილებებიდან, რაც აუცილებელია, დასრულებული კონკრეტული ადამიანების სოციალური პრობლემების მოგვარებით და ბევრი ნაბიჯია ამ კუთხით გადასადგმელი. გარდა ამისა, მაღალმთიან რეგიონებში ჭირდება განსაკუთრებული ყურადღება და ადგილობრივ თვითმმართველობებს. დიდი მადლობა და ახლა ტელეკომპანია Argos მიერ მოწოდებული კითხვები. ადგილობრივ თვითმმართველობებში კადრების შერჩევა კონკურსის წესით უნდა განხორციელებულიყო. ფაქტობრივად კი მოკლევადიანი ხელშეკრულებებით მათზე მუდმივ ბრძანებებს აფორმებენ. რატომ? პრობლემა გახლავთ ის, რომ ჯერჯერობით საჯარო სამსახურის ორგანიზება ვერ ხერხდება სწორედ აი ამ კონკურსებისა. თვითონ კონკურსები არის კარგად მოსამზადებელი. თავად პარლამენტსაც ძალიან დიდი დრო დასჭირდა იმისათვის, რომ მოემზადებინა სათანადო კონკურსი, რომელშიც ეხლა იღებენ მონაწილეობას ჩვენი ჩინოვნიკები, მაგრამ ეს ალბათ იქნება ძალიან არ არის გრძელვადიანი პერსპექტივა, როდესაც ადგილობრივ თვითმმართველობებში კონკურსებით წესით მოხდება შერჩევა ადამიანების.
ქალბატონო ელისა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში შეჩერდა 16 კილომეტრიანი საზანოს გზის მშენებლობა, რომლის მოსამზადებელ სამუშაოებზე სერიოზული თანხა დაიხარჯა. რატომ შეჩერდა გზის გაყვანა? კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით სამწუხაროდ ინფორმაცია არ მაქვს. წინასწარ რომ გაგეცნოთ ეს შეკითხვა, ბუნებრივია ბატონ დავით ნარმანიას დაუკავშირდებოდი. ზოგადად ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით წელს ორჯერ მეტი ახალი გზის მშენებლობა იგეგმება და გაცილებით მყარად და სტაბილურად, ვიდრე ეს ხდებოდა გასული წლების განმავლობაში. პირადად მე მაქვს ინფორმაცია ტყიბულის რაიონთან დაკავშირებით, ჩვენ არაერთ სოფელში უნდა გავიყვანოთ ბეტონის გზა. და ბოლოს გთხოვთ შეაჯამოთ და შეაფასოთ მერვე მოწვევის პარლამენტის საქმიანობა. გისმენთ? ვფიქრობ, რომ პირველ რიგში პარლამენტის საქმიანობის კარგად გამართვისათვის უდიდესი მადლობა ეკუთვნის პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ დავით უსუფაშვილს, რომელმაც ძალიან დიდი ძალისხმევა გასწია ამისათვის. ძალიან მნიშვნელოვანი კანონები მივიღეთ ჯანდაცვასთან დაკავშირებით, განათლებაში, სადაც 17 მიმართულებით სწავლება გახდა უფასო და მომავალ წელს ჩვენ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტები გვექნება მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. დიდი მადლობა ქალბატონო ელისო იმისთვის რომ იყავით ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. წარმატებას გისურვებთ. ასეთი იყო თქვენი პარლამენტი დღეს. მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.